რამდენიმე წლის განმავლობაში, არა ნაკლებ 3 წლის განმავლობაში მეკვიდებით თქვენ გეკნებათ უფასოდ დახმნა, მოტესვა, მოვლა, მოყვანა, მიღება და შეიძლება მისის მაზრამდე მიტანას Ramesh Ramey Chamoti Mamudi, Rupert Sheikh and Larsen and then the other Buddhas. Ele is what is possible. I got it. Ramey so much in the Buddhas, and guys are showing us special role. ბიძინა ივანიშვილი კვლავ ურცხვად განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ გააკეთა იმაზე მეტი, რაც დაპირდა ხალხს 2012 წელს. ის ამტკიცებს, რომ წელს კახეთში რთველი მიდის წარმატებულად, მაშინ როდესაც ყურძნის ფასი ძირითადი ჯიშის ფასი, რქაწითელის ფასი არის 80 თეთრი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელთან შედარებით ლარი გაუფასურებულია 40%-ით. ბიძინა ივანიშვილი მაშინ ამბობდა, რომ ლარი სამარცხვინოა, რომ ღირდეს ყურძენი. დღეს ამბობს, რომ არ უნდა იყოს მუდმივი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, რომ ყურძენი ღირდეს 1 ლარზე მეტი. დღეს ქართველი მევენახე არის სრული უყურადღებოთ, მათ არავინ არ აქცევს ყურადღებას მაშინაც, როდესაც თავს ატყდება სტიქიური უბედურება, არავინ არ აკონტროლებს შესაძლო მასალებს, უხარისხო მასალებს, რამაც წელს კახელ გლეხს გაუნახევრა მოსავალი. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს გლეხები მაშინვე იღებდნენ ყურძნის ანაზღაურებას, დღეს კი ისინი ელოდებიან დაახლოებით 20 სამუშაო დღეს. 8 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლებას ეტყვის უარს ქართველი გლეხი, ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია, მოხდეს მდგრადი ბაზრების მოპოვება, რათა თითოეული გლეხის შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩვენ დროს, როდესაც გლეხი იწყებდა ვენახის სამუშაოს, მან იცოდა გარანტირებულად რა ფასი უნდა მიიღო და შესაბამისად ხარჯებს ითვლიდა ისე, თუ რა უნდა დაეხარჯა და შემდგომში რას მიიღებდა. ჩვენ ეს წლები უყურებთ, რომ ხელისუფლება ურცხვად იძახის თავიდან, რომ იქნება ყურძნის ფასი 1 ლარი და შემდეგ ეუბნება, რომ 35 თეთრი ძრება თურმე თვითღირებულება და თუ გადაუხდიან 40-50 თეთრს, პირიქით გლეხი მოგებული დარჩება. ანუ ის, რომ ჩვენ დროს იყო ტენდენცია ზრდის, ეს ფაქტია და ცხადია და ეს იყო იმოდის მომცემი გლეხისთვის და ეხლა პირიქით ხელისუფლება იძახის საწყისში ერთ ფასს, ხოლო მერე როგორც წესი ყურძნის მიღების დროს ფასს აკლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყისიერად უნდა დავიწყოთ ყურძნის ჩაბარება მინიმუმ 1 ლარიდან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის, რომ ყურძნის ფასის და შევინარჩუნოთ. კი, გუშინ ილაპარაკა, რომ აი ჩინეთში მქონდა მოლაპარაკება, მაგრამ ფაქტია, რომ 4 წლის განმავლობაში მთავრობამ ვერ მოახერხა ლაპარაკობთ მომავალზე. ჩვენ ლაპარაკობთ დღეს გაცდენილ 4 წელიწადზე. ზრდა არ არის სწორედ იმის გამო, რომ მდგრადი ბაზარი ათვისება არ მოხდა და რუსეთის ბაზარზე გავხდით ჩამოკიდებული, რომელსაც შეიძლება 2013-ში გაიტანო, მერე ვეღარ გაიტანო 2015 წელს.